საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. ტურნირში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, რუსი და არაბი სპორტსმენებიც. მონაწილეობს მინიმუმ 6 ქვეყანა, დაახლოებით 250-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოდის, ახალგაზრდა სპორტსმენი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ეს ღონისძიება ძალიან უწყობს ხელს ოზარდთაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეხუთედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში ჩატარდა. ესენია დაშნა, ხმალი და რაპირა. ტურნირის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ტურნირის მიზანია აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება, ფარიკაობის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდობა ბავშვები ძალიან კმაყოფილი დარჩა. ამ ტურნირით მთელი წელიწადი ელოდნენ, მაღალ დონეზე ჩატარდა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომელიც ესე მხარში გვიდგას. მადლობა ყველას მონაწილეებს, სტუმრებს, აფხაზეთის მთავრობას მხარდაჭერისათვის. შეჯიბრის მიზანია ფარიკაობის როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა და ჯანსაღი თაობის აღზრდა. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ძალიან მომწონს ეს სპორტი. როცა უკვე წარმატებული გავხდი, შეჯიბრებებზეც გავედი და წინა წელს თბილისის მერის თასი მოვიგე. ახლად გამოვედი შეჯიბრე და ახლა აფხაზეთის თასი მოვიგე.